ეხლა უშუალოდ წიგნის შესახებ. წარმოგიდგენთ ეპშტეინის ესეების ვრცელ კრებულს, რომლის პირველ გამოცემას ჰქვია რუსული ანტისამყარო პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე. გამოვიდა ნიუ-იორკში 2023 წელს. ხოლო მისი მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა გამოვიდა ნიუ-იორკში 2025 წელს და ახალი სახელწოდება აქვს ისტორიის აღსასრულის წინ რუსული ანტისამყაროს წახნაგები. მაგრამ პრაქტიკულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გადამუშავებული და შევსებული გამოცემა, პრაქტიკულად ეს მაინც შეიძლება ითქვას, რომ ერთი და იგივე ნაშრომია, ორი სხვადასხვა სახელწოდებით. ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე რუსეთის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ რღვევას, უკრაინასთან და დასავლეთთან კონფრონტაციის კატასტროფულ მოვლენას. ავტორის აზრით, ეს უბრალოდ ომი კი არა, არამედ ცივილიზაციური განხეთქილება, რომელსაც განიხილავს ერთიან კულტურულ ისტორიულ პერსპექტივაში. აკვირდება რუსული სამყაროს ანტისამყარო ტრანსფორმაციას, რაც კაცობრიობას აპოკალიფსით ემუქრება. სისტემურადაა შესწავლილი ამ ანტისამყაროს თავისებურებანი: ანტიდრო, ანტისივრცე, ანტიყოფიერება, ანტისოციუმი, ანტიმორალი, ანტიქრისტიანობა, ანტიენა. განხილულია შიზოფრენიული ფაშიზმის, ანუ შიზოფაშიზმის ბუნება და ის პარადოქსები თუ ინვერსიები, რაც გამარჯვებას მარცხად აქცევს. პოლიტიკური მოვლენები ფილოსოფიური, კულტუროლოგიური და ლინგვისტური ანალიზის საგანს წარმოადგენს. დასახელებულია კონკრეტული წყაროები. ეს იყო წიგნის ანოტაცია. ახლა ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ავტორთან ჩემს მიმოწერას და რატოა მნიშვნელოვანი ამასაც გეტყვით. როდესაც ინტერნეტში სრულად შემთხვევით მივაგენი მიხაილ ეპშტეინის ამ ნაშრომს, წარმოდგენა არ მქონდა ავტორზე, უბრალოდ წიგნის კითხვა დავიწყე, გადმოვქაჩე ინტერნეტიდან და იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეთარგმნა ეს ესეები. და მართლაც 3 ესე ვთარგმნე და რაც მეც ვკითხულობდი, მით უფრო მეტად მომწონდა და გადავწყვიტე, რომ ავტორს დავკავშირებოდი და მეთხოვა უფლება, რომ ეს მისი ნაშრომი, მთელი კრებული ესეების მეთარგმნა ქართულად და გამომეცა. ეხლა რომელი გამომცემლობა გამოსცემდა, იქნებოდა ეს ჩვენი საკუთარი ხარჯით, კრაუდფანდინგით თუ ვიღაც, ეს ყველაფერი მეორე პლანის მომენტებია, მერე გაირკვევა. უბრალოდ მე მივხვდი, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომ აუცილებელია მისი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. ამიტომ 2 ივნისს, ეს ცოტა ხნის წინ, მოუძებნე Facebook-ზე მიხაილ ეპშტეინის პირადი გვერდი და მივწერე წერილი. მივმართე, რომ საქართველოში მომხდარი და მიმდინარე მოვლენების შესახებ მოკლე მიმოხილვასავით გავუაკეთე და ვთხოვე, რომ ჩვენთვის აი დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთი გვიპყრობს ხელახლა და შიგნიდან გვიპყრობს, არა თუ გარედან. აი ეს წიგნი აუცილებელია, ძალიან დაგვეხმარება ამ რუსების ჩვენი მტრების არსის შესაცნობად. ეპშტეინის ეს ნაშრომი, ესეების ეს კრებული, რომელიც ბუნებაში არსებობს 2 სათაურით, როგორც უკვე გითხარით. ეს არის საოცრად სიღრმისეული, არსებითი, მნიშვნელოვანი ანალიზი რუსეთის ფენომენის. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. წარმოუდგენლად
აუცილებელი რომ გავაცნობიეროთ ვისთან გვაქვს საქმე და საქმე კი ვიცით ზოგადად და ისტორიიდანაც ვიცით რომ ეს არის რაღაცა დერჟავა მონსტრი რაღაცა ვეშაპის სახელმწიფო უზარმაზარი რომელიც თანთქავს ყველაფერს და ჩვენი ჩაყლაპა უნდა ამ წუთში და მოკლედ აი ეს მივწერე და ძალიან მალე ორ დღეში მიპასუხა აი წაგიკითხავთ ძალიან მოკლედ მომწერა და აი რა მომწერა ეხლა რუსულად წაგიკითხავ და ნუ ქართულადაც გითარგმნით ახალგაზრდა თაობა მოგეხსენებათ დღეს რუსული თითქმის აღარ იცის ამიტომ ჯერ რუსულად წავიკითხავ და მე ქართულად თარგმნი Уважаемый Ираклий, я хорошо понимаю, поддерживаю ваши отношения к антимиру, который торгался в Грузии извне, а теперь изнутри. И мне больно за судьбу этой страны. Я буду рад вашим переводам. Недавно вышло новое, расширенное, немного доработанное издание этой книги во Freedom Letters. Перед концом истории, грани русского антимира. Так что лучше переводить по ней. Прикрепляю ее. А ну, მე ვთხოვე მოეცა უფლება რომ მეთარგმნა ქართულად ეს წიგნი. მან ეს უფლება მომცა, პირიქით გამეხარდებაო თქვენ თუ თარგმნითო. და მეო გული მტკივაო თქვენი ქვეყნის ბედის გამო რომ ეხლაო ეს ანტიმირი ანუ რუსეთი ადრე რომ გიპყროდათო გარედანო ახლა შიგნიდან გიპყრობთო და ეს მე ვიციო. ხო და ახალი გამოცემა გამოვიდაო ახალი სათაურით და ჯობია მის მიხედვით თარგმნოთო და გამომიგზავნა ეს ახალი გამოცემა. მე არც კი ვიცოდი რომ არსებობდა 2025 წლის გამოცემა. მე მეგონა რომ 2023 წელს გამოვიდა რომელსაც ქვია რუსკი ანტიმირ, რუსული ანტისამყარო. რომ ეს არის ერთადერთი და აღმოსავლეთ რომ თურმე ახალი გამოცემა არსებობს, რომელიც გამომიგზავნა PDF-იც და Word-იც. ნუ მე რა თქმა უნდა ურმესი მადლობა მოვახსენე, ანუ პასუხი გაუგზავნე და პასუხი ეპშტეინისგან იმავე დღეს მივიღე და მომწერა. ხო და თამთხოვე რომ შეიძლება მეთქი ჩვენი მიწერ-მოწერა გავასაჯაროვო, იმიტომ რომ ჩვენთვის მეთქი ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ გვეცოდინება რომ ხარს გვიჭერთ და გვაძლევთ ამის უფლებას და კიო მომწერა და конечно Ираклий можете привести ანუ ეს გაასაჯაროვეთ ეს მიწერ-მოწერაო. Насколько я знаю, если о переводе изданий договариваюсь я сам, Freedom Letters передает права бесплатно. Мне гонорар тоже не нужен. Ну, какой-то договор мы заключим. А ну, მე ვკითხე რომ ეს გამოცემა მე მინდა მეთქი როგორმე რომ მოვახერხო და წიგნად გამოვცე, ოღონდ ძილწინასთან არ ვიცი. ხო და აი ეს საავტორო უფლებების საკითხი როგორ იქნებაო და მაგაზე მითხრა რომ ეს გამომცემლობა Freedom Letters, რომელიც მეორე გამოცემა გამოსცა, არ ითხოვსო ამ აქვია საავტორო უფლებების ყიდვასო, როცა მე თვითონ ვაძლევო ვიღაცასო. და ამაშიო მოკლედ ეს უფასოდ იქნებაო და გონორარი პირადად მეც არ მჭირდებაო. მაგრამ რაღაც თავის დროზე რაღაცა ხელშეკრულებას ჩვენო დავდებთო. რომ ოფიციალურად ეს იყოს ასე კანონიერად ნათარგმნი და გამოცემული წიგნი. ხო და აი ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გამახარა ამ მიმოწერამ და ესეთმა დიდსულოვანმა დამოკიდებულებამ ჩვენს მიმართ. ეხლა ეპშტეინი არ არის ვიღაცა რიგითი მეცნიერი. ეს არის მსოფლიოში
ცნობილი პერსონა, ძალიან მნიშვნელოვანი თავის დარგში, თავის სფეროში. და ის რომ ესე გულისხმიერად მოგვექცა, თავისთავად ეს არის რაღაცა ერთი მასზე მეტყველებს მის კეთილშობილებაზე და მის ადამიანობაზე. და მეც ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი ჩვენთვის ქართველებისთვის, როცა ხედავთ და გრძნობთ, რომ საქმით უნდა ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. ეს პრაქტიკულად მართლა სერიოზული დახმარება, იმიტომ რომ ამ წიგნის ქართულად გამოცემა ყოველგვარი საავტორო უფლებების შეძენის და ყოველგვარი რაღაცა ჰონორარის გადახდის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ის კაცი ჩვენ გვეხმარება, რითიც შეუძლია. ხო და პირველი 3 ესე ნათარგმნი მქონდა 2023 წლის გამოცემით. და რო შევადარე, აღმოჩნდა, რომ აი პირველივე ესე ახალ გამოცემაში ერთი გვერდით უფრო მეტია, ანუ იქ დამატებულია რაღაცა ეს ტექსტი. ამიტომ რაც დამატებულია ის ნაწილი თარგმნე და ჩავსვი. ხო და მე რო ვუთხარი, რომ უფლება მომეცით, რომ გავაგრძელო ამის თარგმნა და ჩემს გვერდზე Facebook გვერდზე გამოვაქვეყნო, იმათ თქვა, რომ კიო, რა თქმა უნდა გამოვაქვეყნეთ. ხო და მე გავაგრძელე და უკვე ახალი გამოცემის შემდეგი 4 ესეც თარგმნე, ჯერჯერობით ნათარგმნია 7 ესე. ხო და ახალი გამოცემის შესავალი რო ვნახე, მივხვდი, რომ ეს შესავალიც უნდა მეთარგმნა. ჩემ ინტერნეტ გვერდზე ეს შესავალი არ დამიდია, იმიტომ რომ ეს ეხლა ვთარგმნე გუშინ. ხო და ის ესები 7 ესე ჩემ გვერდზე ჩანს, დევს. თუ ვინმე სმენელი მოინდომებს, მოისურვებს, რომ ეს ტექსტუალურად ეს თარგმანები გაუგზავნო, მომწეროს Facebook-ზე, ან შეიძლება დავდოთ ჩემი მეილის მისამართი და რაღაცნაირად მე მოწადინებული ვარ და მინდა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს წავაკითხო, ბევრ ადამიანს შევთავაზო ეს ესეები, იმდენად მნიშვნელოვანი მგონია. ამიტომ გამეხარდება თუ ვინმე მომწერს და თხოვს, რომ გაუგზავნო პირადად მას ეს ტექსტები, რაც უკვე ნათარგმნია.